და კვლავ უბრუნდებით ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს და პირდაპირ ეთერში სატელეფონო ხაზია ვასილ დაბრუნდაშვილის. რამდენიმე წუთის წინ ირაკლი ალასანიას ესაუბრა. ვასილ, რა კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა? Თორდიკე პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრძანების შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პირველი კომენტარი ბოლნისში სულ რამდენიმე წუთი წინ გააკეთა. ირაკლი ალასანიას განცხადებით ეს იყო პრემიერის გადაწყვეტილება, რადგანაც თავდაცვის ფუნქცია არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამიტომ მას სხვა დამატებითი ფუნქციები უნდა მოხსნოდა. ალასანიას თქმით ეს მისთვის მისაღები გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება პრემიერის ეს გადაწყვეტილება მას საშუალებას მისცემს, რომ უფრო მეტი კონცენტრაცია მოახდინოს თავდაცვის სფეროზე. ჩვენ შეგვიძლია ირაკლი ალასანიას ეს კომენტარი მოვისმინოთ. Შეხება თქვენ შეკითხვას. მე გუშინაც გავაკეთე განცხადება, აღარ გავიმეორებ, დღეს გეტყვით, რომ ჩვენ გვქონდა საუბარი პრემიერთან 2 დღის წინ. პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის სტრუქტურა, თავდაცვის მიმართულება, რომ მომეხსნა სხვა დამატებითი ფუნქციები და ეს ეხება ვიცე-პრემიერის პოზიციას. Უნებრივია ეს არის ჩვენ მეც მივესალმები და მისაღები. აქედან გამომდინარე მე არ მინდა ვინმე არასწორი დასკვნები გააკეთოს, არაიმე ასე თქვა ინსინუაციები. ეს იყო შიდა საუბარი მთავრობაში, ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რაც ყველასთვის მისაღებია და ჩემი აზრით ეს მისაღებია პირველ რიგში ჩემთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ მთლიანად კონცენტრირებული ვიყო თავდაცვის რეფორმაზე, ამხსენებლობაზე. ჩვენ ამ საუბრის შედეგად, რომელიც გვქონდა, შევთანხმდით, რომ ამ ფუნქციებს მე მოვიხსნით. მაშასე როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ არანაირი გაუგებრობა პრემიერ-მინისტრსა და მას შორის ამ დროისათვის არ არსებობს. მადლობა ვასილ, პირდაპირ ეთერში ვასილ დაბრუნდაშვილის